ახალი ბრალი მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ გამოძიება ცეზარ ჩოჩილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. ამავე საქმეზე პასუხისგებაშია მიცემული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძეც. ჩოჩილმა საგამოძიებო სამსახური რამდენიმე საათის წინ დაკითხვის შემდეგ დატოვა. ყოფილი მაღალჩინოსანი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და მისი ოჯახის დაქვემდებარებაში არსებული ბიზნესის განადგურების მცდელობაზე საუბრობს. სანდრო ჯუფალაკიანი დეტალებით. მე არ უნდა გამასამართლო. იწერება? არ იწერება. ბოლოს ჩაწერნა. ცეზარ ჩოჩელმა საგამოძიებო სამსახურის შენობა ბრალდებული სტატუსით დატოვა. დაკითხვის მიმდინარეობისას კი უწყებაში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა. რკინა-ბეტონის შპალის საწარმო 2010 წელს გამართული აუქციონი, სატენდერო ფასის ხელოვნურად გაზრდა და სახელმწიფოსთვის ფინანსური ზიანის მიყენება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ჩოჩელს და ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს დავით გიორგაძეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 2010 წლის 9 სექტემბერს შეპეს რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის შესაძენად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ცეზარ ჩოჩელის გამგებლობაში არსებულმა შეპეს მიქსორმა, რომელმაც ქარხანა შეიძინა 7.416.364 ლარით შემცირებულ ფასად, 12.679.350 ლარად, რითაც დავით გიორგაძის დახმარებით ცეზარ ჩოჩელი თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 19.696.764 ლარის ღირებულების ქონებას, რომელიც დღემდე მის საკუთრებაში. მას შემდეგ რაც შეპეს მიქსორმა შეისყიდა აუქციონზე ეს ქონება 59 მილიონის უკანონო შემოსავალი მიიღო. ამ 59 მილიონიდან 30 მილიონი გამოიყენა ლუდსახარში ზედაზენი 70%-იანი წილის შესაძენად, 9 მილიონამდე დააბანდა ინვესტირება განახორციელა პარაბოში, 2 მილიონამდე ინვესტირება განახორციელა ბერტაში, ხოლო 12 მილიონი ლარი მიქსორიდან, სადაც დამფუძნებელი ოფიციალურად იყო და არის მისი ძმა იაგო ჩოჩელი, დივიდენდის სახით გამოტანილი არის 12 მილიონი ლარი. საქმესთან დაკავშირებული მასალები ფინანსთა სამინისტროში საქართველოს რკინიგზიდან გადაიგზავნა. საგამოძიებო უწყებაში სხვა მაღალჩინოსნების პასუხისგებლობის თემაზეც მსჯელობენ. დავით გიორგაძე ვერაკობალიას მოადგილე იყო. პრივატიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე ეკონომიკის მინისტრმა ობიექტი დაათვალიერა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ ქარხანას აქვს საშუალება, რომ ბევრი სხვა პროდუქცია გამოუშვას და გამოუშვას პროდუქცია არა მარტო საქართველოს რკინიგზისთვის, რომელთანაც უკვე აქვს კონტრაქტი, მაგრამ გამოუშვას პროდუქცია, რომელიც გაიყიდება მთელი ევროპის მასშტაბით. კავკასიაში რკინა-ბეტონის შპალების მწარმოებელ ერთადერთ კომპანიასთან დაკავშირებულ საეჭვო სქემაზე მარტში კოკა გუნცაძე საუბრობდა. დღეს კომპანიაში დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებენ. სახეზეა ფინანსური სქემა ეკონომიკის სამინისტროს რკინიგზის მაშინდელი ხელმძღვანელობის და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით, რომლის შედეგად საქართველოს რკინიგზას მიადგა ზარალი დაახლოებით 15 მილიონი ლარის ოდენობის. შპალების საწარმოსთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ცეზარ ჩოჩელი სპეციალურ პრესკონფერენციაზე გეგმავს. მისი ადვოკატის განმარტებით კი ბიზნესმენისთვის ბრალის წაყენების საფუძველი გამოძიებას არ ჰქონდა. ეს შესყიდვა განხორციელდა შეპეს მიქსორის მიერ, რომლის დამფუძნებელიც არის ცეზარ ჩოჩელის ასევე ბიზნესმენი ძმა, რომელსაც დამოუკიდებელი ისტორია აქვს და საერთოდ არავითარ კავშირში არ არის ცეზარ ჩოჩელის ბიზნესთან. მუდმივად გაისმოდა ჩვენს წინააღმდეგ, რომ ჩვენ წინა ხელისუფლება ფარველობდა, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ წლევანდელ წელს ყველა კომპანიის ეკონომიკა მიდის უკან და ზედაზენს აქვს 40%-იანი ზრდა. მე ხვალ მაგ დოკუმენტებსაც წარმოგიდგენთ და ზუსტად ამ წარმატებულ კომპანიებზე მიდის შეტევა. ის შპალის ქარხანაც თუ დაგაინტერესდებათ, ხვალ მე მასალას მოვიტან, რას წარმოადგენდა. ეს იყო როგორც ბრესტის შემდეგ არსებული შენობა ნაგებობები. იმას ქარხანას ნამდვილად ვერ დავარქმევდი რა. საშუალო ხელფასი რო შევიძინეთ იყო 250 ლარი და სანამ დახურავდნენ, მანამ იყო 1250. ანუ ეხლა ამ წუთას არ ფუნქციონირებს. ამ წუთში ხალხი არის სახში. ჩოჩელისთვის და გიორგაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. უცნობია რა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს სახელმწიფო ბრალდება.